გაგვიმარჯოს ჩვენ ყველას, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და თამაში ჭვავის ხანაში გვერდი მერვე. ბავშვი ყველაფერს იდუმალებით მოცულ შუქში ხედავს, რადგან ჯერ ცივილიზაციით არაა მოწამლული, არც ხორციელი სურვილებით. ფანტაზია ეს დიდებული ნიჭი უბრალო საგნებს საოცარი შუქით ანთებს, რომელშიც მოგვიანებით სასწარკვეთილი ეძებ ჭეშმარიტებასთან მიახლოებულ განცდას, იმიტომ რომ ეს ერთადერთია, რაც გაქვს. მე პირადად ჩემი თავი კონფლიქტის გარეშე, რაც მახსოვს არის ბავშვობაში, ხო, ის თავდაჯერებულობა, ის ერთიანობა სამყაროსთან, ასე რომ რაღაც ეტაპზე პირადად მე ამან მიშველა, ხო, რომ გამეხსენებინა როგორ ვიყავ ბავშვობაში და ყოფილიყავი ისეთი მოგვიანებით, რომ ის კონფლიქტები უფრო ადვილად მეპოვა გზა, ხო, სინათლისკენ. მუზეუმში მთელი თავგადასავალია, მხედველობითი, აკუსტიკური შეხებითი, ყნოსვითი, შიგნით მუდამ წვიმის სუნია. გინას გარეთ მზე ჩახჩახებდეს. ანუ ამ სამყაროს წესები გარე სამყაროს წესებს არ ემორჩილება. მუზეუმში ქარვის ნატეხში მოქცეული წერივით გაჩერებულა დრო, სიცოცხლე, წამია გაქვავებული, მინების მიღმა წამია აღბეჭდილი, ინდიელი ცეცხლს ანთებს, სკვო საბნებს ანიავებს, ესკიმოს მუდამ ორი თევზი უდევს გვერდზე და მესამის მოკიდებას ელოდება ყინულში გაჭრილ ხვრელთან, ჩიტები, ფიტულები და კედელზე მიხატულები ერთნაირად ცეცხლები ჩანა და სამხრეთისკენ მიფრინავენ. დარბაზში სიჩუმე უნდა იყოს, მაგრამ თუ ბროლის ბურთულების მთელ მუჭას იატაკზე დაყრი, ზევსის გრუხუნი იმასთან შედარებით არაფერია, ისეთი გრუხუნი ატყდება. ყოველთვის შეიძლება მუზეუმის მცველის გამოცდა, ოდნავ შეეხები მინას და ეგრევე თავაზიანი ხმით გამცნობს. მინაზე შეხება არ შეიძლება. მუზეუმში არაფერი იცვლება, მაგრამ თავად შენ იცვლები, ამბობს ჰოლდენი. ყოველ ჯერზე რაღაც სხვანაირადა, ან შენი მეწყვილია ავად და სხვას უნდა ჩაჰკიდო ხელი, ან ახალი ქურთუკი გაცვია და ასე შემდეგ. ვიცი რომ შეუძლებელია, ამბობს ჰოლდენი, მაგრამ რაღაცეები ცხოვრებაში ასე უცვლელი უნდა დარჩეს. მუდმივი კონსტანტა, მარადიული ძრავა, პერპეტუუმ მობილე, დონ კიხოტი, სულ სჭირდება არა გარედან მოხოული, არამედ შინაგანი რუტინა, რომ მცირე ცვლილებები დაინახოს, მონახოს. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იმ თვალისგან ვითარებაა, რომელიც ნიუანსებს ხედავს. რადგან როგორც მცირე თესლიდან დიდი დოგვის ხე იზრდება, ისე ეს ნიუანსები საწყისია რაღაც ახალის, რაღაც მძლავრის, რაღაცის რისი აღმოჩენა და განვითარებაც მხოლოდ შენ შეგიძლია. დაბრუნება ერთსა და იმავე ადგილებში, ერთსა და იმავე ხალხთან, თუნდაც ერთსა და იმავე ნაწარმოებთან ერთგვარი საზომია, უტყუარი საზომი, მაგრამ ადამიანები იცვლებიან და ერთხელ უცხოსთან ბრუნდები და მაშინ ვერც თავს ცნობ და ვერც მას. ადგილები იცვლება და შეუძლებელი ხდება იმის გარჩევა რა არის დროში გაყინული მარადიულად და სადაა ის თესლი ახლა რომ ღვივდება და მაშინ ადამიანი მთლიანად საკუთარ თავს უნდა მიუბრუნდეს და გაარჩიოს რა არის მასში მარადიული, რასაც არასოდეს არ უნდა უღალატოს და რა ცვალებადი, რასაც უნდა მიჰყვეს დროის მერე აღმოჩნდება, რომ შენი ეს სწრაფვა მარადიული სადმი ცოცხალ დინებას გაშორებს და ვიღაცები მუზეუმით გიყურებენ, მაგრამ რეალურად ეს მარადიული გაძლევს საშუალებას საერთო დინებას შენი დინება შექმნა და იმ მარადილით აინთო. ჰოლდენი მუზეუმში აღარ შედის, რადგან ბავშვობის ილუზია მატერიალურ საგანთა და ადამიანთა ავტორიტეტთა უცვლელობაზე გაქრა და მუზეუმში შესვლა ახლა იმ ჯადოსნობას გააქრობს. ჯერ ვირტუალურმა მუზეუმმა ამ განწყობით ჩვენს ცნობიერებაში უნდა შეიძინოს მყარი ფესვები, ხმები და შეგრძნებები, რომ თვალების დახუჭვისთანავე იქ აღმოჩნდე და მე შეგიძლია გაუძლო ქვეყნის ცვალებადობას. ხელოვნება აღძრავს მსგავს კუნძულ მუზეუმებისზე მოხვედრის ილუზიას. ჩემთვის ალბათ მუსიკა შეუძლია ყველაზე მეტად ეგ. მაგალითად, ბობ დილანს ვუსმენ, როცა იმ ადგილას ვარ, სადაც აუტანულმა ადგილმა და იმედგაცრუებამ პოეზიამდე უნდა ამამაღლოს. ბობ დილანთან არაფერი იცვლება, მარტო შენ იცვლები ყოველ ჯერზე. იგივეა ლიტერატურა, არასოდეს იცვლება, შენ იცვლები და ამ ცვლილებებში ხედავ საკუთარ თავს, იმას რაც უნდა გახდე, ან ვინც გახდი, ან ორივეს ერთდროულად. ალბათ ამიტომაა, რომ ადამიანები, ვინც ტრაგიკულად იღუპებიან, მარადილ ვარსკვლავად ენთებიან, სადაც მუდამ შეგიძლია დაბრუნება და შედარება, როგორ შეიცვალე შენ. სწორედ ისე ნოდარ დუმბაძე კუკარაჩაზე რო ამბობს, დამესის ბრა ის ისე 20 წლის იყო, მე ხანში შესული, მაგრამ ისევ ბავშვით მარიგებდაო.
ალბათ ამიტომ ევედრებ აღმერთს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულების დედა ჯობია დიდების ზენში მყოფნი წამართვაო შვილები. ამიტომ ეუბნება ნესტაინ ტარიელს, ესე ასეთი სხვა ღამე არ გაგთენოდეს. ეს იდეალისტური მოძღვრების მთავარი პოსტულატია და დიახ, მე იდეალისტი გახლავართ, ბოდლერივით ვერ წარმომიდგენია სამყაროს თხრობის გარეშე ვუყურო და კუნძულები არ მოვნახო. მე მძულს ათეიზმი, გამომყენებლობითი ფილოსოფია, დემაგოგია და იდეოლოგია, მაგრამ არასოდეს დავხოცავ ათეისტებს, დემაგოგებს ან იდეოლოგებს იმ იმედით, რომ ისინი ამ ქვეყნიდან გაქრებიან. შეიძლება ჯერ ყველასავით თავი დავიცვა მათგან, როცა სახლში მივარდებიან. ასე რომ ლენონის მკვლელი უბრალოდ გონზე არ იყო. იდეალიზმზე რო არაფერი ვთქვათ. მუზეუმიდან ჰოლდენი სალის სკოლაში მიდის, მის თეატრში წასაყვანად ზის და უყურებს გოგოებს, რომლებიც თავიანთ კავალერებთან ჩამოდიან დიდ კიბეზე. დამნიშნულობა არ აქვს, გოგო ლამაზია თუ უშნოს, ხელფეხება თუ ხელწვივიანი, ყველა მაინც ერთნაირად ეცოდება, სნობი ქმრებისთვის და დაჭაობებული ცხოვრებისათვის, რომელიც სულს კლავს, უსაფრთხოება, ფუფუნება და სიმყარე სულს კლავს, მოწყენილობა სულს კლავს, მაგრამ მერე ახსენდება კიდევ ერთი თანაკლასელი ბიჭი, ყველაზე მოსაწყენი არსება ამ ქვეყნად, რომელსაც ფარული ნიჭი ჰქონდა, შეძლო ნებისმიერ მელოდიას ტვენით გამოეყვანა და ჰოლდენმა მარტო ამ ტვენის გამო გაძლო მასთან 2 თვე. ამ დროს სალი ჩამოდის კიბეზე და ჰოლდენს უთქვა ეკვრება მზა და 1 კი არა 10 საათი აპატიას გოგოს დაგვიანება, ოღონდ კი ასე გამოიყურებოდეს. თეატრში მიდიან, გზაში ცოტას ერთობიან, მაგრამ თეატრში განწყობა ფუჭდება. მას შემდეგ რაც სალი ვიღაც ნაცნობს მონახავს და აღმოჩნდება, რომ მასთან ლაყობობა სრულიად არაფერზე, თამაში და კეკლუცობა უფრო სიამოვნებს, ვიდრე ჰოლდენთან აზრიანი ლაპარაკი ან თუნდაც დუმილი. თანაც ეს უსასრულოდ გრძელდება. თეატრის მერე სალი საციგურაო მოედანზე წაიყვანს მარტო იმიტომ, რომ იქ ლამაზ ქვედა ბოლოებს აქირავებენ, რომელიც მისმა ნაცნობმა გოგომ მოირგო უკვე და სალის ერთი სული აქვს თავადაც მიბაძოს. ციგურაობაც ჩაფლავდება, ორივე წვალობს. არაქათი ეცლებათ. ამას კიდევ სეირს დახარბებული ბრბოს დაცინვებით ემატება და ბოლოს და ბოლოს ციგურებს იხსნიან და წინდების ამარა კაფეში შედიან. სალი ჰოლდენს ეკითხება, შობაზე მიეხმარება თუ არა ნაძვის ხის მორთვაში. ეს მისთვის რაღაც ცოლქმრული აღთქმასავით მნიშვნელოვანია ბეჭედია ურთიერთობაში და ეს ბეჭედი და გარანტია სჭირდება ჰოლდენისგან. ჰოლდენის აგდებული ტონი არ აკმაყოფილებს და აი აქ ჰოლდენი ყველაზე სულელურ ნაბიჯს დგამს. სალის გულს გადაუშლის და ნიუ-იორკიდან გაქცევას თავაზობს. ნაძვის ხის მორთვის მაგივრად მასაჩუსეტსში და ვერმონტში მანქანით ხეტიალი და თავისუფლებით ტკბობა, რომანტიკული თავგანწირვა, ხის ქოხი მოვძებნოთ ფული რომ გაგვითავდება და მე შეშას დავჭრი ხოლმე. სალი ჰაიესისთვის ეს ყველაფერი კოშმარია, რადგან მას თავისი ოქროს გალია და ოქროს ჩაჭვები, პუბლიკის წინაშე კეკლუცობა და რამპის დამაბრმავებელი შუქები მოსწონს. მოითმინე ჰოლდენ გავიზრდებით, კოლეჯს დავამთავრებთ და მერე შეგვიძლია ყველგან ვიაროთ. ჰოლდენის სასწორკვეთილებაში ვარდება, სადაა მან თავისუფლება, ყველას უნდა გავაგებინოთ, ღია ბარათები ვგზავნოთ, ლიფტით ვიაროთ, სადაა ის აღტაცება, როცა უბრალოდ ბედს მიენდობი. სისულელია ყველაფერი ჰოლდენ შიმშილით დავიხოცებით, ეუბნება სალი. ჰოლდენი მოთმინება საბოლოოდ კარგავს და სალის ეუბნება, წავიდეთ აქედან, ისე მერჭობი, როგორც უკანალში ხვიჭვიო. შეურაცხყოფილი სალი ტირილს იწყებს და რაც უფრო უარესია, ჰოლდენს სიცილი უტყდება. ბოლოს ისევ მოთმინება არ ყოფნის, ტოვებს სალის და მიდის. ხო, აქ აშკარად იდეალიზმის და რეალიზმის შეჯახებაა. დრაიზერის ამერიკული ტრაგედია, რომლის პირველმა ტომმა ისეთ დეპრესიაში ჩამაგდო, რომ აღარ დამიმთავრებია. ახლა იტყვით, რატომ მარტო არ მიდის ჰოლდენიო, მაგრამ იდეალისტს სატრფო სჭირდება, მოყვას ის სჭირდება, რომ გაამთელოს და გაიხაროს. მაშინ აქვს გზას, აზრი, თავისუფლებას, აზრი, ბრძოლას, აზრი. სალი ჰაიესი ნამდვილად არა ათინათინი, რომელიც ავთანდილს საკუთარი თავის საძებნელად გზავნის. მე თუ მჭირს ხოლმე მსგავსი გაფრენები მუდმივად, მაგალითად, როცა სტალინის ძეგლზე თავდასხმას ისეთ მეგობრებს თავაზობ, სალი ჰაიესივით ოქროს გალია რომ ურჩევნიათ ყველაფერს. ან რეპ ბეტლს ვუმართავ მოსტს, რომელსაც გონია, რომ უბრალოდ ვეხუმრე და სრულიად მომზადებელი მოდის შემდეგ გაკვეთილზე და ენთუზიაზმს წყალში მიგდებს. როგორ გრძნობა ამ დროს თავს ბევრი ადრენალი, ჰიპერაქტიულობა და ჰიპერმგრძნობელობა და დანაშაულის ნოლი დანაშაულის ან სირცხულის გრძნობა, რადგან თავს სრულიად მართავ. და ეს უშნოთრობა არ არის, ეს იდეებით თრობა. სტალინის ძეგლზე მსუბუქი იერიში მაინც მივიტანეთ, გვირგვინი მივიტანეთ წარწერით ახსდაკ ბელა და შენი დრო დაბრუნდა 1937, რომელიც 2 კვირა ხელუხლებელი იდო ძეგლის წინ და თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი სოფელი სტალინისტია, გვეგონა ეგრევე ჩამოგლეჯდნენ. 2-ში 1-ია, ან ირონიას ვერ მიხვდნენ, ან ნიჰილიზმია. თუ დიდი
მირობები არ გამომდის, მცირე საქმეც მაინც ხომ გამომივა, ამიტომ თუ ვერავის ვერ ვითრევ, მარტო ვახარებ ჭიას ან შემოქმედებით იმპულსად გადამაქვს. ან და როცა მთაში ფეხი ციარულზე ვაქეზებ ხალხს, რომლებსაც სალიჰაიესივით აკანკალებთ სიკვდილზე და ყველგან ელანდებათ. ერთადერთი საათი შეიძლება დავემთხო ვინმეს თრობაა, თუმცა ჯერ არ შემხვედრია ადამიანი ჩემსავით იდეებით თვრებოდეს. ისინი ილუზიებით თვრებიან ან ღვინით ან ტაშით, მაგრამ სულ არაფერს სჯობია, იმიტომ რომ არა ასეთი ხალხი მთაში საერთოდ ვერ წავიდოდი არა და 7 ჯერ გამომივიდა, სანამ ისი არ დავიღალე იმათი უშნათრობით, რომ მე თვითონვე ვთქვი ვარი. უფრო მეტი მინდოდა სამაგიეროდ ჩარშან მოსწები რომ წავიყვანე, მაშინ მივხვდი რომ რაღაც სხვა იყო. ისეთი მთვრალი აღარ ვიყავი, ახლა ბავშვები იყო მთავარი და მათზე ავაგე ყველაფერი და კმაყოფილი ვიყავი, რომ საკუთარი ეგოს მოკლა გამომივიდა. ამიტომ ყველაზე მშვენიერი პახოდი იყო მიუხედავად იმისა, რომ საქისტოს ვერ გავცდით. მთების სული ქარიან და სულგელიან, ამოვალოდეს მე დავუქნიო მწვერვალს თითი, რომელიც დაიჟნებით მეძახდა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ მე მთამსვლელი არა ვარ და არც არავინ მყავს ირგვლივ, ვისაც რაიმე გამოცდილება ექნებოდა, ეს მოგზაურობები ძალიან რისკიანი იყო. უბრალოდ მე იდეით მთვრალს ადრენალინი მეხმარებოდა და იმათ ილუზიებისგან გამოფხიზლებულებს ჯოჯოხეთზე გადასაფრენი ფრთები არ ჰქონდათ. რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც გვერდზე მტოვებდნენ? ქალს კაცებში რა ესაქმება? მთაზე ძრომიელის მოყვარული ქალები პრაქტიკულად არ არიან. მეორე მიზანი, რისთვის მიდიხარ, ხო, საქმე არა, ტურისტი არა, ისე უბრალოდ მთებზე ძრომიელი რა წესია. ალპინიზმი მიუწნომელი იყო დაბალი სირთულის მთებიც კი ჩემთვის, მაგრამ უცნაურმა გიჟმა და გადარეულმა ხალხმა მიშველა. ახლა ისინი ყველანი ყალებში მოსხდნენ, მე არა. ისევ გამოუსწორებელი იდეალისტი ვარ, თუმცა ამით არ ვამაყობ, ყველაფერი ამ ქვეყნად ერთდროულად წყევლაცაა და კურთხევაც. და ბოლოს ცუდად მოვეკეც თუ არა მათ, კი მათ შემდეგ რაც ერთმა თეთრი ცხელების გამოგიაღამ, ხო ერთი გადაიჩეხა შუაღამისას, მეორედაც დალია და ბიბლიური წინასწარმეტყველივით ალაზნის თავის მთებში ღამით გაიჭრა ფეხში შველი და დილით იესო ქრისტესავით დაჭრილი და სისხლდინარე ფეხებით მოვიდა. ალაზნის თავის ბინაში დავტოვე. დანარჩენი ორი მას შემდეგ რაც იერიში მოიტანეს ჩემზე აქ საწამოგვიყვანეო, გზაზე დავაყენე ჯვარბოსელს შტოუთხარი კახედამ და პირდაპირ იარეთ მეთქი. ორმა ახალგაზრდა გოგოებთან თავის გამოჩენას ცადა და ფშავის კიბორჭებზე ხტუნვახტუნვით იარეს და მარტოადი ჩადიოდნენ ბორბალოს ხელა აღმართებზე. ერთმა კინაღამ ფეხი მოიტეხა, მეორემ კონფლიქტი გამოიწვია, რის გამოც გზა დაგვეკარგა და ორივეს დაგვემშვიდობე. ერთი მათგანი დანის მოტრიალე ბიჭი არჭელოში დავტოვეთ, რადგან ნაშელზე ისე შეეშინდა უარი თქვა გზის გაგრძელებაზე. ხო და 10 ჯენზის წარმომადგენელი დროზე დავაბრუნე გზიდან, სანამ გადაიჩეხებოდნენ. ერთი მეგობარი, რომელმაც შუა გზაზე მიმატოვა, დღესაც არ მინახავს ამდენი წლის მერე. ხო, მე იმისთვის არ ვზრუნავ რეალობასთან ჭიდილი მე იმიჯისთვის არ ვზრუნავ, ხო, რეალობასთან ჭიდილი და გადარჩენა უფრო მაინტერესებს, მაგიტომ დავდივარ მთაში და არა იმიტომ, რომ პეპლებს ვდიო. როგორც კიდევ ერთმა უკმაყოფილო ჯგუფის წევრმა გამომიცხადა, რჩეული შვილის არ იყოს ნაპირიდან ვერაფერს დაინახავ, ნაპირიდან არაფერი ჩანს, არა უნდა ჩანდეს. ერთი მოძრაობს, მეორე იხრჩობა, მაგრამ თურმე შეიძლება ზღვაში შეხვიდე და მაინც ვერაფერი დაინახო, იმიტომ რომ შენინებით კი არ შეხვედი, შეგათრიეს. და მე ამას მარტო საკუთარი ეგოსთვის არ ვაკეთებდი, უბრალოდ ვეძებდი გზებში შინაგანი ძალის მოსაპოვებლად რეალურ პრობლემებთან ჭიდილში და ასეთი მარტო მთა იყო, რა შემჭირდებოდა შინაგანი ძალა, რათა ბედჩავე ბრძოლას სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. მიუხედავად ზეწოლისა, ვიცოდე ვინ ვარ და საითკენ მივდივარ, უაზროდ პირუტყულად არ ვიტანჯო. რაც თავარია, წინა კაცის ხიდი ვიყო და თუ სადმე სუფრასთან მიწასთან გამასწორებენ ლანძღვაგინებით, მე კეთილად გაგიღიმებთ და ყველას მთაში დაგბადიშებთ. რაზე მლანძღავენ ყველაფერზე. მაგალითად ასაკი, რადგან ჩემი ხმა ქცევა და გარეგნობა იმის ილუზიას იწვევს, რომ გაცილებით ახალგაზრდა ვარ, როცა ჩემ ასაკს გაიგებენ, ნიშნს მიგებენ, თითქოს სასიკვდილო ცოდვა მაქვს და არა აკასაოცარი ეს იმ საზოგადოებაში, სადაც ქალის რაობა განისაზღვრება მხოლოდ შვილოს ნობის უნარით და არ ვიცი სამწუხაროდ საბედნიეროა, მაგრამ ჩვენ ეგეთი საზოგადოება ყავს, მაგრამ მე არ მიტაცებს ეგ. იმიტომ რომ ჩემი გადარჩენის ინსტინქტი მქარნახობს, რომ მაგაზე დაფუძნებული ცხოვრება ძალიან მცირეა და მცირედით კმაყოფილი ადამიანი იღუპება საბოლოოდ. ხო, სხვადასხვა დროს გამიგია ძალიან ბევრი ეგეთი, ხო, მაგალითად ბევრს ვთქვამს ჩემთვის რა აზრია შენ ცხოვრებას თუ შვილები არ გეყოლება. ერთმა მითხრა არ გინდა სახლი, რატო არ თხოვდები შენი საკუთარი სახლი. ერთმა მითხრა კი ხმა ვიწყდება
ანუ მე უბრალოდ პირადად კი არ ვიღებ ამას შეურაცხყოფად, არამედ მიგვირს არა, უბრალოდ მაინტერესებს თუ საოცარია, თუ უცნაურია, რომ მე ასე არასოდეს შემიხედავს ამისთვის და რასთან აკავშირებენ ადამიანები ქალის სოციალურ როლს, ხო? კიდე მაგალითად ორი მამაკაცი მსჯელობდა, რომ ქალი მაშინ ხდება სოციალური არსება, როცა თხოვდება და შვილებს აჩენს. ანუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი მაშინ ხდება, მანამდე ქალი იზოლირებულია პრაქტიკულად ყველასთან და ყველასგან. და ჩემი აზრით ასე არ ვიცი, ანუ ჩემი აზრით ასე უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს, ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ჩემი აზრით მე როგორც ქალი მაგაზე ვამყარებდა ჩემ ღირსებას, ძალიან უბედური არსება ვიქნებოდი, ხო? და ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლება ამგვარად იყოს, იმიტომ რომ ადამიანის დაყვანა მხოლოდ სოციალურ როლამდე ადამიანისა, რომელსაც უზარმაზარი გაქანება აქვს, შთაგონება აქვს, რომელსაც შეუძლია ღმერთი შეიცნოს, შთაგონების სინათლეში სასწაული რაღაცები მოიმოქმედოს სამყაროს, იმით დათვრეს, ბედნიერებით დათვრეს, შექმნას პოეზია, რავი. ამიტომ ამ ქვეყნად ხომ იმიტომ მოვდივართ, რომ დავტკბეთ ღვთის შექმნილი სამყაროს შვენიერებით. ხო, არაფერი მიგვაქვს, ხო? არაფრისთვის მოვაქვეყნოთ, არაფერისთვის წავალ ცადო, არაფერი უნდა შექმნა, არაფერი უნდა ვცადო საფლავის ქვაზე წარწერა სვანეთში. მე ერეკლეს აღლიანისგან გავიკე ერთხელ. რაც აბსოლუტური სიმართლეა, ადამიანს არაფერი არ ეკუთვნის ამ ქვეყნად გარდა იმ შინაგანი პიროვნებისა, რომელსაც არ მოიპოვებს, ან ვერა, ამიტომ არის, ხო? ან მოიპოვებ, ან დაკარგავს საკუთარ თავს. ასე რომ მე მარტო იმიტომ რომ ქალად გავჩნდი და საზოგადოებამ დამიწესა უამრავი შეზღუდვა, ალბათ იმიტომ რომ უდიდესი ჯილდო მაქვს, ხო, შემძლე სიცოცხლე მოვავლინო და რასაც ცივილიზაცია ცდილობს ამ ჯილდოს, ამ უზარმაზარი ძალის შეზღუდვას ქალისთვის, ხო, რომ ასე ვთქვათ, რჯულის კანონებში მოაქციოს. იმიტომ რომ ეშინია ქალური ძალის. ხო, მე ამაზე თანახმა არა ვარ. ვინც არის თანახმა კი ცხოვრობს მას. ხო, სადავართ. და ესეც მაგიტოა, ხო, რომ მაგიტომ არის, რომ ასაკით ნიშნს გიგებენ, რომ წავიდა შენ დრო, ანუ გათხოვება შვილები, საზოგადოებაში ადგილი, ანუ როგორც ადამიანი უბრალოდ არ არსებობ, იმიტომ რომ ქალი სოციალური არსება არა. თუ არ გათხოვდა და შვილები არ გააჩინა და თუ სოციალური როლი არ გაქვს, მაშინ საერთოდ არავინ და არაფერი არ ახარ, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა და იდეოლოგიურ სისტემაში მხოლოდ სოციალური როლი არსებობს, სხვა არაფერი. ხო, როცა ჩემ ასაკს გაიგებენ, ნიშნს მიიგებენ, თითქოს სასიკვდილო ცოდვა მაქვს. არა გასაკვირი, მათთვის წლები შინაგანად წამებია და გარეგნულად მარადისობა, ჩემთვის წლები შინაგანად მარადისობა. ერთ წელი შეიძლება 10 წლად მომეჩვენოს და წამი მარადისობად. გარეგნულად წლები არაფერია. წამია, სიკვდილი ყოველთვის ახლოსაა, მატერიალურად, ანუ გარეგნულად კი არა, ძალიან ახლოა, მათთვის 10 წელი, მათთვის კი 10 წელი მთელი სიცოცხლეა, სადაც ნაბიჯ უნდა ააგონ სოციალური ცხოვრება. ჩემთვის 10 წელი არაფერია, რადგან არაფერს არ ვაგებ, მაგრამ თითო წელი თუ 10 წელს უდრის, ჩემთვის 10 წელი საუკუნეა, ამიტომ მე 6 კლასელებს იმათაც კი ჩემი ასაკი აინტერესებთ, უბნები 100 წლისა ვარ მეთქი და თან ეჭებათ, თან არიჯერებენ და იცნიან ხოლმე გულიანად. ხო, ანუ შინაგანად ადამიანი პიროვნება მუდმივად რაღაც გზაზე დგას, ხო? და შინაგანად მუდმივად ახალ გზაჯვარედინებზე დგები, ახალ სირთულეებს ეჭიდები და ახალ მას პოულობ ბნელ მხარეს, ხო? საკუთარ თავის ბნელ მხარეს პოულობ და მე აღიარებ და მე ვცდილობ, რომ ხელახლა დაიბადო. ესე იგი, ერთ წელიწადში უამრავი რამე შეიძლება მოხდეს, რამაც სრულიად ახალ ადამიანად შეიძლება დაგბადოს და ის ერთი შინაგანი გზა და შინაგანი დრო, რომელშიც ამ ყველაფერს განიცდი, იმით არიზომება, წუთებით და წამებით არიზომება, ხო, აბსოლუტურად სხვა ფენომენია და ამიტომ არის ხოლმე, რომ ხანდახან ერთი წელი მთელ საუკუნეს უდრის და ხანდახან რომ დავფიქრდები, რომ ის რაღაცა ერთი წლის წინ მოხდა, გამკვირვებია, იმიტომ რომ მე მეგონა 10 წელი გავიდა უკვე, ხო?
ერთხელ ჩემზე ცოტა უფროსი ასაკის ქალებში მოვხვდი, რომლებიც ახალგაზრდობის შეგრძნებაზე ლაპარაკობდნენ. ყველა ერთხმად იძახდა 18 წლისა რა შეგრძნებაც მქონდა, ისეთივე შეგრძნება მაქვს და თავისულ 18 წლისა მგონიაო. ლაპარაკობდნენ ქირურგიულ ჩხარავებზე ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, რომ შინაგანი და გარეგანი ერთმანეთს ემთხოვდეს და მერე რატომღაც ჩემითაც დაინტერესდნენ. შენო რამდენი წლის გგონია თავიო და 100-ის მეთქი რომ ვუპასხე სამარისებული დუმილი ჩამოწა. 1 წელი 10 წელი იმიტომაა ჩემთვის რომ იმ ერთ წელში უამრავ რამეს ვსწავლობ საკუთარ თავზე. 100 ტყავს ვიცვლი და მე ასე მგონია მთელი ცხოვრება გამოვიარე. სხვა ეპოქა იყო 1 წლის წინ, იმიტომ რომ ისევ სუფთა ფურცლიდან ვიწყებ. ხშირად ვფიქრობ მეც რომ უუფლებო ვიყო. შინაგანად ყველაზე უარესი ვიქნებოდი, ყველაზე ამორალური, ყველაზე საძაგელი, თითიც საჩვენებელი, ჩემზე თიც გამოიშვერდნენ და იტყოდნენ, რომ ცოდვის შვილია ზნეობის წარმხდანელი მოვიკვეთოთ, გავანადგუროთ. არა და ამიტომ არის, როდესაც საზოგადოებისგან უკიდურესად გათელილ ხალხს ვხედავ, არასოდეს მეუფლება სიამაყის განცდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად მესმის, რომ მე იგივე ბედს რაღაცა მანქანებით უბრალოდ ავწდი და მათ მიმართ თანაგრძნობა მაქვს, სიბრალული არა, თანაგრძნობა და სურვილი იმისა, რომ უფრო მეტი ვიბრძოლო, რომ მსგავს სიტუაციაში არავინ აღარ მოხვდეს. ხო, ეს ლექციებიც მაგალითად მაგისი მაგბრძოლის ნაწილია, იმიტომ რომ ადვილი არ არის ეს ღიად ლაპარაკი და მით უმეტეს ჩემნაირ დაბალი ეგოს ადამიანისთვის, რომ ანუ არასოდეს არ უსმენ წინა ჩანაწერებს და თუ შემთხვევით მომიხდა, მე თავის დარწმუნება მჭირდება, რომ არც ზებებს სისულელებს ულაპარაკობ და შემიძლია გავაგრძელო ისევ. ასე რომ ხო, სადავართ. ამიტომ თქვი ეთყობა უარი ტრადიციულ როლზე და ზოგადადაც ძალიან ბევრ უსამართლობას უყურე ქალებთან მიმართებით, რომ ეგ ბედი მიმეღო და ძალიან ბევრი ისეთი ქალი ვნახე დარეჯანისნაირი თათქარიძე არაფრისთვის რომ არ იბრძვის მარტო ქმრის ეგო საზოგადო სახე და პატიმოყვარეობა რომ ამოძრავებს. ძალიან ბევრი ეჟენი გრანდე, ბერნარდა ალბა, ურსულა ბალზაკის 30 წლის ქალი ვნახე და მათ საზოგადოება ქმნის და არა შინაგანი ნება და მე გადავწყვიტე სხვა გზით მეულა ჰოლდენივით. ეჟენი გრანდე ბალზაკის მოთხრობის გმირია, რომელიც საშინელად ძუნწია და ამ სიძუნწით იღუპავს თავს. ბერნარდა ალბა საშინელი ქალია დედა, რომელიც საკუთარ ქალიშვილებს იმეტებს სიკვდილისთვის, ოღონდ კი საზოგადოების სახე არ შეილახოს, ანუ ოჯახის პატივი არ შეილახოს, გარეგანის სახე. იგივეა მაგალითად მატეო ფალკონე, რომელიც საკუთარ შვილს კლავს, იმიტომ რომ ეგო შეინარჩუნოს და პატივისცემა ხალხის და ვერ წხვდება რას აკეთებს. ხო, და ყველაფერთან მახსენდება კიდე ტრეისი ჩეპმენი, ხო? როგორ იყო? All that you got is your soul. ანუ ჩეპმენი ამ სიმღერაში მღერის იმაზე, რომ დედაჩემ გვაფრთხილებს, რომ ან დაახლოებით ის მომენტია პეტრე მოციქულის მოძღვრებიდან, ხო, რომ გათხოვებაც და ქმარიც კარგია, მაგრამ მარტო ყოფნა უკეთესია. ამას ამ იდეის გამომხატველია ეს სიმღერა, რომ არაფერი გაქვს სულის გარდა და ამიტომ ნუ გაწირავ სიცოცხლეს მამაკაცის გულისთვის, იმიტომ რომ იმედგაცრუების და მონობის გარდა ვერაფერს მიიღებ. ანუ ქორწინების ბუნება ასეთია, ხო? ცოლმა თავი უნდა გაწიროს თლიანად ქმრისთვის და ქმარმა თავი უნდა გაწიროს ცოლისთვის. თუ ეს იდეის გამო ხდება, ანუ ქრისტიანული ოჯახი ამას ქვია, თუ ეს ქრისტიანული იდეების გამო ხდება, ამიტომ შორდება შუშანი კი ვარსკენს, ხო, რომ იქ უკვე ქრისტიანული ოჯახი და იდეა აღარ არის საერთოდ წმენა არ არის. და მაშინ გამოდის, რომ სულს კარგავს შუშანი კი ვარსკენთან დარჩენით, იმიტომ რომ იმიტომაც ოლქორობა მეშვიდე საიდუმლოება, თუ რა ვიცი, რომელი საიდუმლოება კარგად ვერ ორგავი ეკლესიურ. მხოლოდ იმდენად ვიყენებ, რამდენადაც მეტაფორებად მჭირდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ორი ადამიანი მთლიანად უძღვნის ერთმანეთს თავს, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკული ხდება, თუ კი მათ მაღალი იდეები არ ამოძრავებს. და სწორედ ამ ტრაგიზმის თავიდან ასაშორებლად ამბობს პეტრე მოციქული, რაც ამბობს და ტრეის ჩეპმენი თავის სიმღერაში ამას უმღერის.
ჰოლდენივით ისეთი ქალებიც ვიცი ლიტერატორი ქალები რომ იძახიან ამერიკას არაფერი შეუქმნია კულტურაში ან და ლიტერატურაში და კაცობრიობის ისტორიაში არც ეგეთი მინდა ვიყო ჰოლდენის არ იყოს რაც უფრო ჭკვიანურად ლაპარაკობენ ხელოვნებაზე მით უფრო შტერები არიანო რადგან ეგ აზრი ძალიან ჰგავს იმ ტაქსის ცხოვლის აზრს მეც ველაპარაკები ჰოლდენივით ტაქსისტებს ამერიკის წინააღმდეგ ასეთი არგუმენტი რომ მომიტანა ამერიკა თუ კარგია მე ცხვირის წვერზე ღმერთი მაზის და ისე გეკითხები რატომ კაცია შარვალიო რის მერე ტაქსი დავტოვე და ვარკეთილის ტრასაზე წავჩანჩალდი ჩემი ჩემოდნიანად სატანისტურ შარვალში გამოწყობილი ერთ ტაქსის ცხოველთან კიდე გომბორზე მქონდა დავა იმიტომ რომ გამოაცხადა რომ რა კარგი იქნებოდა ეს გომბორის ტყე რომ გაგვეჭრა მთლიანად და ახალი ტყე დაგვერგაო გონი სადღაცაც თქვი ადრე და მე ამ დროს შეხედიდან ჩამოსული და ტყის მთელი ტყის სიმებს თარგმნდი ტყეში ვიყავით მეტყევებს ველაპარაკებოდი და ყველაფერი რაც ვისწავლე ტყეზე სუპერორგანიზმი ცოცხალი რომელიც ათასწლეულები ვითარდება და ჩვენ საქართველოს იმიტომ ვართ ესეთი დიდი გასაგანძურის მფლობელი რომ ბუნებრივი ტყეები გვაქვს განსხვავებით ევროპისგან და მოკლედ გომბორიდან თბილისამდე მაგაზე ველაპარაკე ის ტაქსისტის უთაობაც იწყებდი და შემდეგ თავში ჰოლდენი ისევ ჯეინთან დარეკვანზე ფიქრობს და ახსენდება ის თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ნაბეჭვარი ალ პაიკი ვისთანაც მოცეკვავე ჯეინი პირველად იხილა მე მგონი რაღაცა ერთი აზრი მოვჩით და მეორე აზრი იწყება ასე რომ ჯობია აქ დავამთავრო და ბედნიერი დღე გისურვოთ